პეკინის ოლიმპიადაზე საცდელის როლებისას გამიფუჭდა პისტოლეტი. 3 ძის ნაწილი მოტყდა და იარაღი წყობრიდან გამოვიდა. როგორ მოხდა ეს არ ვიცი. იმიტომ რომ სულ თან მქონდა წამითაც არ დამიტოვებია არსად. პირველი 5 გასროლა საცდელია, ეს სულ 3 წამი გრძელდება. შემდეგ 7 წამი ისვენებ. აი სწორედ ამ 7 წამის განმავლობაში მოვახერხე ნაწილის შეცვლა და ძლივს მოვახერხე რუიანში გამერტყა. ეხლა მინდა ვთქვა ჩემი ემოცია, როდესაც 2008 წელს გაგანია ომის დროს ვუყურებდი ნინო სალუქვაძეს. სუნამში ვიყავით, ხო, სუნამში ვიყავით, მამიდაშვილები კონფლიქტის ზონიდან იყვნენ გამოქცეულები და საქართველო იდგა იქ თქვენი სახით ჩემთვის. და თქვენი ბრინჯაოს მედალი იყო აბსოლუტურად ყველაფერი ჩემთვის და ეს ემოციები რომ გაიხსენოთ, როცა იცით რომ თქვენი ქვეყანა ომშია, ამხელა პრობლემა შეგემთხვათ უშუალოდ გასროლის წინ და მაინც შეძელით რეზულტატის დადება. მე იქიდან დავიწყებ, რომ კაცობრიობა საერთოდ ამაყობს და ტრაბახობს, რომ ჩვენ ვართ 21 საუკუნეში. ჩვენი აზროვნება და შეგნება არის ძალზედ მაღალ დონეზე განვითარებული. თუ ასეთ დონეზეა განვითარებული, ომი რა საჭიროა?